საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ქრონიკა ცხრის ნახევარზე ახალ ამბებს ოფოც ერთვაზე გაგაცნობთ. რამდენიმე წუთის წინ მეგობრობის გამზირზე ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. რუსთავში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ობიექტი საზეიმო ვითარებაში გახსნა. პრემიერთან ერთად რუსთავში მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ. პირდაპირ ეთერში გვერდება მეგობრობის გამზირიდან ქრონიკის ჟურნალისტი თამთა ცირამოა. თამთა, რა განცხადებები გაკეთდა ამ დროისთვის მთავრობის წევრების მხრიდან და გააკეთა თუ არა საინტერესოა კომენტარი პრემიერ-მინისტრმა. არასოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მან მოსახლეობას სიტყვით სცენიდან მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგიონალური არქივის შენობის გახსნას, როგორც უკვე მიხვდით, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან. აქ იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი. შენობის გახსნას რა თქმა უნდა ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მე გეტყვით იმას, რომ არქივის შენობაში რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრისწყაროსა და წალკის საარქივო მასალა იქნება თავმოყრილი. ძალიან კარგია, რომ თვითონ ქვემო ქართლში, რუსთავში ძალიან ბევრი ახალი საწარმო იხსნება, ბევრი ახალი ობიექტი იხსნება და მათ შორის ერთ-ერთი დღეს ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ხალხისთვის. აი აქ ცენტრში, იქ სადაც არის გუბერნიის ადმინისტრაციული შენობა, იქ სადაც არის იუსტიციის სახლი, იქვე აი ამ ბლოკში ადამიანების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით იქმნება სწორედ ისეთი დაწესებულება, რომელიც მოემსახურება და ადამიანებს აღარ მოუწევთ, რომ იარონ სხვაგან, აქ აიღებენ ყველა იმ საბუთებს, რომელიც მათ დაჭირდებათ. თავი შეიძენს თავის ფუნქციას, როგორც რეგიონალური ცენტრის კიდევ უფრო მეტად. ეხლა როცა რუსთავი თბილისის გზა დამთავრდება, შემდეგ მარნეული რუსთავის გზას გავაკეთებთ, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი დარწმუნებული ვარ, ასეთი დანიშნულების შენობები გაჩნდება რუსთავში და მეტი ადამიანის დასაქმდება, რუსთავი როგორც თავისი ცენტრის ფუნქციას უფრო მეტად დაიბრუნებს და ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რუსთაველებისთვის პირველ რიგში. საკმაოდ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის რეგიონალური ოფისი, ფაქტურად მთელი რეგიონის არქივი რუსთავის ცენტრში განთავსდება და ყველაზე კარგი ის არის, რომ არის საერთაშორისო სტანდარტების მქონე. მე რამოდენიმე ხნის წინ მოვინახულე და ვიტყვი, რომ ესეთი ტიპის ობიექტი საქართველოში იშვიათობა არის, ანუ ხარისხის დაცვის კუთხით. რაც შეეხება ქალაქს, ქალაქმაც თავისი კუთხით რაღაცა წვლილი გაწია, წინა ფასადი შეეცადა თვითმმართველობა თავისი ხარჯით განეხორციელებინ, ანუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ქალაქში რჩება, ქალაქის შენობები აქედან გამომდინარე ჩვენი კუთხით რაღაც მონაწილეობა მივიღეთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა შენობა უკვე დატოვეს, თუმცა ღონისძიებები კვლავ გრძელდება. მე და ჩემი გადამღები ჯგუფი ადგილზე დავრჩები და საინფორმაციო გამოშვების დასრულებისას კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესს. პირდაპირ ეთერში ქრონიკის ჟურნალისტი თამთა ცირამოა საუბრობდა. დიდი მადლობა თამთა. არქივის შენობის გახსნის პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ. როა ხელისუფლება გადადგეს და შესაბამისად საზოგადოებამ ამოისუნთქოს იმ პრობლემებისაგან, რომელიც ამ ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში განსაკუთრებით ძიმედ დადგა. ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით ვცდილობთ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ ამ უუნარო ხელისუფლების წინაშე და შესაბამისად დავარწმუნოთ, რომ მათ უნდა გადადგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი, ერთი აქვს გასაკეთებელი, ისინი უნდა გადადგან. საკრებულოს წევრებმა დღეს რიგარეშე სხდომა გამართეს. დღის წესრიგის მიხედვით 10 საკითხი იქნა განხილული. დეპუტატებმა ყველა მათგანი დაამტკიცეს. დეტალები ნახეთ თამარ ლოლაძის სიუჟეტში. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი და მეორე საკითხი, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებას ისახავდა მიზნად, საკრებულოს ყველა წევრმა ერთსულოვნად დაამტკიცა. ასევე დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის შესახებ. მინდა გამოვყო საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხი, ეს ისევე როგორც მერიაში, ისევე შესაბამისად საკრებულოში დამტკიცდა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რის საფუძველზეც მოხდება მომავალში ვაკანსიების გამოცხადება და ადამიანებს შეეძლებათ ამ ვაკანსიაზე შემოიტანონ განაცხადი და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა.
საკრებულოს ხდომაზე არასამიწარმოო იურიდიული პირის უზრუნველყოფის მიერ გატანილ საკითხსაც იმსჯელეს. სამსახური რუსთავის ცენტრალურ პარკში დასარგავად 100-მდე ხემცენარის ნერგს შეიძენს. პარკის ტერიტორიაზე გვაქვს დაგეგმილი დაახლოებით 100 ხემცენარის დარგვა, ეს არის ყვავილი, გლიცინია ქვია. ეს არის მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც საკმაოდ ეფექტური იქნება პარკისთვის. 2 წელიწადში ერთსახეს აბსოლუტურად შეუცვლის პარკს. საკრებულოს დღევანდელ ხდომას ახლად ჩამოყალიბებული ახალგაზრდული საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ. მარტყოფის ბრძოლიდან 390 წელი გავიდა ისტორიული თარიღი სოფელ მარტყოფში ადგილობრივებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად იზეიმეს. სანახაობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიწვეულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ისტორიულ ველზე მემორიალის სახელწოდებით მარტყოფის საქართველოს გადარჩენა გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაიხსნა მემორიალი, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და სახელი მას ასეთი ქვია. მარტყოფის საქართველოს გადარჩენა, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და მარტყოფელებისთვის ეს ძალიან დიდი დღესასწაულია და კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს ხარებას მიულოცავ მთელს მარტყოფის მოსახლეობამ მთლიანი საქართველოს. ზეიმობთ მარტყოფის ბრძოლის 390 წლის თავს. და მინდა მიულოცო მარტყოფის მოსახლეობას, სრულიად საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება მარტო მარტყოფის გამარჯვება არ იყო, მთლიანი საქართველოს გამარჯვება იყო. სახალხო დღესასწაულია, მთელი საზოგადოება სოფლის მონაწილეობს, სკოლები, წარმომადგენლობა, საკრებულო, ყველა აბსოლუტურად. ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს დღე. რუსთავში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სამუშაოები რამდენიმე ქუჩის ეზოში ერთდროულად მიმდინარეობს, სადაც შიდა კვარტალური გზები წესრიგდება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში სამუშაოები ლეონიძეზე და ტაშკენტზეც ხორციელდება. გზების რეაბილიტაცია რუსთავის მერიის მიერ 2015 წელს დაგეგმილ პროგრამებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჟამად რეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კოსტავას ქუჩის შიდა ეზოებში, ასევე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტაშკენტისა და ჩერკესის ქუჩის დამაკავშირებელი გზაზე. სამუშაოები დაიწყო 6 აპრილს, სავარაუდოდ სამუშაოები დამთავრდება 10 მაისისათვის. რუსთავის იუსტიციის სახლმა საქველმოქმედო აქცია გამართა. აქცია ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო. იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა მოხუცებულებს საკვებ პროდუქტებთან ერთად სხვადასხვა პირადი და ჰიგიენური ნივთები გადასცეს. რუსთავის იუსტიციის სახლის ინიციატივით სიმბოლურად დღეს ხარების დღეს თანამშრომელთა სურვილით გადაწყდა, რომ ვესტუმროთ მოხუცთა თავშესაფარს. მოვახდინეთ მათთან კომუნიკაცია, წინასწარ გავიგეთ თუ რა სახის პროდუქტები, თუ ჰიგიენური საშუალებები სჭირდებოდათ და ყველა იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, რომელიც რუსთავის იუსტიციის სახლში მდებარეობს, ეს არის აღსრულების ეროვნული ბიურო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და თავისთავად იუსტიციის სახლი ერთობლივი აქციით ვცდილობთ, რომ დღეს მოხუცებს ერთი დღე გავულამაზოთ. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო საღვთო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. რუსთავის ხარების ტაძარში წირვალოცვა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ამ დღეს ღვთისმშობელს მთავარანგელოზ გაბრიელისგან მაცხოვრის შობა ეხარა. დღევანდელ დღეს მარხვა თევზით ხსნილია. 40 დღიანი მარხვა კი 12 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით გახსნილდება. საქართველოს უცებ დღესასწაულს, ყოველდღიურ ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს. დღეს უმცად კაცობრიობა ელოდა დღიდან ადამის სამოთხიდან გამდენისა, ცუდი დაცემისა, მოლოდინი ხსელის მოსვლისა, აცოცხლებდა კაცობრიობას და აი ამ დღეს უცად ეუწყა ქვეყანას, რომ უფალი მოვიდა და კონკრეტულად ვისგან, როდის, სად, ყველაფერი განცხადა. აი ამ ღვთის დიდ წყალობას ჩვენ დღესასწაულებთ და ჩვენ განსაკუთრებით კი წინა ღვთისმშობელს ჩვენ ვაღიარებთ როგორც ჩვენ ვართ მისი წილხვედრი და ეს ნიშნავს რომ ჩვენ მართებს ვემსგავსოთ მას სიმდაბრით, სიყვარულით, მოთმინებით, სიბრძნით და უფლისადმი ერთგულებით, თავდადებით. მაშინ ხუთილხედრობა უნდა გაამართლა.
რომ დედაღვთისა იყოს ფარული როგორც საუკუნის მანძილზე, ისე დღესაც და უკვე კონისამდე. და პირდაპირ ეთერში ვუბრუნდებით ჩვენ ახლა მეგობრობის გამზირს, სადაც იმყოფება ქრონიკის გადამღები ჯგუფი. პირდაპირ ეთერში შეგვიძლია, როგორც მაცნობებენ, მოусმინოთ რუსთავის მერს, რომელიც დღევანდელ ღონისძიებაში აფასებს. თამთა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მიახსოვო არქივის შენობის გახსნის პროცესი უკვე დასრულდა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ გახსნის პროცესს ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრენ. ახლა ჩემს გვერდით იმყოფება რუსთავის მერი დავით ჯიქია, რომელიც შეაფასებს დღეს მიმდინარე ღონისძიებებს. ბატონო დავით, როგორ ჩაიარა დღევანდელმა ღონისძიებამ? საკმაოდ კარგი ღონისძიება იყოს. მე პირველ რიგში მოქალაქეებს მიულოცავ დღევანდელ დღეს. ბრწყინვალე ეკლესიურ დღესასწაულს. გარდა ამისა, სიმბოლურია დღეს დაემთხვა არქივის შენობის გახსნა, ეს არის რეგიონალური არქივი. ფაქტიურად უახლოეს დღეებში გადმოვა მთლიანი რეგიონის არქივი დაარქივებული მასალა. და ეს იქნება ცენტრი, სადაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის და ყველასთვის, რაღაც მომსახურების მიღებაც. ქალაქით შეეცადა მაქსიმალურად თავისუფლების შეეტანა და წინა ფასადი, რაც უშუალოდ შენობის წინ არის, თვითმმართველობა თავის თავზე იყო და მათ ჩვენ შევაკეთეთ. მე ვთვლი, რომ დღეს კარგი ღონისძიება იყო. ამას ხატყობს ისიც, რომ ფაქტურად მთელი დიპლომატიური კორპუსი და აღმასრულებელი ხელისუფლება სრულ შემადგენლობით იყო. კიდევ ერთხელ მიულოცავ რუსთაველებს დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში რუსთავის მერი დავით ჯიქია საუბრობდა და დღის სხვა ახალი ამბები. კატინიდან კატინამდე ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა დღეს რუსთავის 16 ახაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა თაობის წევრებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა პოლონეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ პრეზენტაცია გამართეს და ტრაგედიის ამსახველი ფოტო მასალა წარმოადგინეს. შეხვედრა პრეზენტაცია რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი დაეხმარა ახალგაზრდა თაობას პროექტის ჩატარებაში კატინიდან კატინამდე. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ კატინში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ტარდება საქართველოში, კერძოდ ორ ქალაქში, ეს არის რუსთავი და თბილისი, პოლონეთის დღეები. იხსენებენ იმ ტრაგედიას, რაც მოხდა 75 წლის წინ პოლონეთში, როდესაც 26,000 პოლონელი ჯარისკაცი დახვრიტეს. ამასთან ახდე ჩატარდა ჩვენს უნივერსიტეტში 16 ახაიშვილის სახელობის უნივერსიტეტში კონფერენცია, რომელსაც ჩვენივე სტუდენტები დაესწრნენ. მოხდა მათ მიერ თემების წარმოდგენა. რუსთავის ისტორიულ მუზეუმში 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. მუზეუმის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ისტორიულ დღესთან დაკავშირებით თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. შეხვედრის დასასრულს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრში მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებას ყოველთვიურად გეგმავს. რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი და რუსთავის მუზეუმი ახორციელებს ერთობლივ პროექტს ისტორიის დღე. ეს პროექტი გულისხმობს იმას, რომ თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს ისტორიული მოვლენების მიმოხილვა და დისკუსია. დღეს გაიმართა 9 აპრილის შესახებ ფილმის ჩვენება და ფილმის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები ჩაერთვნენ დისკუსიაში. ძალიან საყურადღებოდ ჩატარდა ეს დისკუსია და გარკვეულწილად მიიღეს თავთავისი გადაწყვეტილება, მაინც რა სჯობს. მოქალაქე იყოს აქტიური, თუნდაც სხვერპლად შეეწიროს, თუ საჭირო რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ეს ყველაფერი. რუსთაველმა მოცურავე რუსუდან გოგინაშვილმა ბატერფლაიში 26 წლის უკან დამყარებული რეკორდი გაიმეორა. მოცურავეს ფინიშამდე მისასვლელად 30 წამი და 70 მიასედი დასჭირდა. აღნიშნული რეკორდი 1989 წელს საქართველოს ნაკრების მოცურავემ ნელი სოზიმოვამ დაამყარა. საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც რუსთაველმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა, დუბაიში გაიმართა და მასში მონაწილეობა 915-მა მოცურავემ მიიღო. ვიყავ დუბაიში საერთაშორისო შეჯიბრზე, 50 ბატერფლაიზე შევასრულე გავიმეორო რეკორდი 26 წლის შემდეგ და დანარჩენ დისტანციებში კიდევ რადიკალურად გავაუმჯობესეთ ჩემი შედეგები. 26 წლიანი პაუზის შემდეგ რუსუდან გოგინაშვილმა გაიმეორა საქართველოს რეკორდი 50 მეტრა ბატერფლაიზე, რითიც მოხარულები ვართ, ვამაყობ. ქრონიკა პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით 10-ობით ადამიანი შეიკრიბა. ნემცოვის მხარდამჭერებმა მკვლელობის ადგილზე ყვავილები მიიტანეს. ღია რუსეთის ინიციატივით კი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით 11 საათზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოპოზიციონერის ხსოვნას. ნემცოვი 27 ფევრალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს.
ერაყის ქალაქ ტიკრიტში ისლამისტური სახელმწიფოს მიერ დატყვევებული 1700 სამხედრო სავარაუდო სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიასთან ახლოსაა. ერაყის ექსპერტიზის ბიურომ 12 ცხრედის ექსჰუმაციის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქი რადიკალი ისლამისტებისგან გაათავისუფლეს. ნიუ-იორკის პარკში დაზვერვის ყოფილი აგენტის ედვარდ სნოუდენის ბიუსტის დემონტაჟი განახორციელეს. სნოუდენს ძეგლი ორშაბათს სამაუცნობა დაუდგა. ბიუსტის დემონტაჟი რამდენიმე საათში ქალაქის მერიამ განახორციელა. მისი ავტორების წინააღმდეგ კი უნებართო მონტაჟისთვის პროკურატურაში საქმე აღძრული. ახლა კი ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და გავიგოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალჩმენს რეგიონში. წალკაში დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 იქნება, თეთრიწყაროში +13 გრადუსი დაფიქსირდება, დღე +6 იქნება, ღამე დმანში +11 იქნება, დღისით +1 ღამით. ბონში +16 გრადუსამდე გათბება, დღე +4 იქნება, ღამით, მარნეული +17 დღისით +7 ღამით. თბილისში +17 გრადუსი სითბო იქნება, +7 იქნება ღამით, გარდაბანი +18 დღე +8 ღამით. რუსთავში +18 გრადუსი იქნება, ასევე +8 იქნება ღამით. ქრონიკა ცხრილის ნახევარზე დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.